აქციაში მონაწილეობას ღებულობდა 100-მდე ადამიანი, მაგრამ სარჩელი შეგვაქვს ხა Ვითხოვთ, რომ სასამართლომ უკანონოდ ცნოს მერიის თანამშრომლების და სამსახურების მიერ გახორციელებული ქმედება. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა აღნიშნულ ფაქტზე აღიძრას დაიწყოს გამოძიება და აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმ კონკრეტული პირების მიმართ, ვინც ჩაიდინა დანაშაულად. Տեսակ ներիասთან յույետիտ տամի վախլոդետ ներիաս Էիք իդկա օրի սախանդրով անքանա Ռովլեբից սուրլետ ումիզեզոտ կաղսնես շլանգեբի Դա իտ սխլիս ճավլիս կամոկանեբի չետոմեն չունես դարշլաս Ան ալապեր չեն գորդի ավարետ աշիտ յուրեսավլետ Խոլո շեմդեկ ռոզակ սագավարցել է դուք է Բալախմեսակը միմավալտ չիխշի մոգույն ծուրիես Ես գաղթատ տոմանքանա, դասութավիս ավտոմանքանա Ռոմելից ემსახურებო პროფესორად ქუჩების დასუფთავებას, მაგრამ ქუჩების დასუფთავებისგან განსხვავებით ეს იყო სუსხარამ და სუსხა ფაქტია სუსხა მოვლენა. კერძოდ ის არა სავალ ნაწილს ქუჩისას, არამედ ბარდიურებზე განლაგებულ ქართული ოცნების აქტივისტებს ასრულებდა წყლის ჭავლით, ეგრეთ წოდებული ეს ფაქტი განმეორდა რამოდენიმეჯერ, ანუ მანქანა მოახდინა რამოდენიმე წრის დარტყმა. საბოლოოდ მოვახერხეთ ამივედით დანიშნულების ადგილას, სადაც დაგეგმილი იყო ქართული ოცნების ეს ეგრეთ წოდებული აქცია, ჰქონდა სამთლები, ჰქონდა ეგრეთ წოდებული ფეიერვერკი. როდესაც ეს სამთლები განვალაგეთ უკვე გზის სავალის ნაწილიდან მოშორებით ბარდიურზე, იგივე მანქანა, იგივე სახელწოდებით და იგივე ნომრებით, იგივე გაკეთებას განაგრძობდა და უკვე ძალიან თავხედური მეთოდებითაც ის არა მარტო უკვე ირიბად ახერხებდა წყლის შესყმაშვილს, არამედ არ ირიდეოდა არც გაზონზე ამოსვლას, არც ის კი არა და კიბეებზედაც კინაღამ ამოვიდა ინციდენტის შემდეგ, როდესაც ერთ-ერთმა გამონელმა ვერ მოითმინა ესეთ დანახული უსამართლობა, როგორც შემდეგ თვითონ თქვა გაზოვი ამ ფაქტის დამთავრების შემდეგ და მოახერხა და ამ წყლის ჭავლის მანქანას, ასუფთავის სამსახურის მანქანას შეახდა და მძღოლის მიმართ განახორციელა ძალადობა. მანქანა გაჩერდა და შემდეგ ამ მანქანების გაჩერების ინციდენტის დროს მოხდა ეგრეთ წოდებული მანქანები, რომლებიც მიდიოდენ, მათი იქ თავში შეკრა. იმ თავშეყრის დროს ჩვენი ახალგაზრდული ფრთის ლიდერი თბილისიდან შაკო გიგნაველიძე მოახერხა და იქ მივიდა დროულად, ასევე იქ მივიდა დროულად რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და მოახერხა ამ პიროვნებებს ამბობენ. ამაში ჩართული იყო არა მარტო პოლიცია, ჩართული იყო მერის მაღალი ჩინოსნებიც, კონკრეტული სახელი და გვარი, კახახვარეშია, რომელიც მე პირადად ნახე. იმ საღამოს გავედი აქედან სამსახურიდან დაახლოებით პირველი საათი იქნებოდა ხამის პირველი საათი ხო სამსახური გავედი სამსახურიდან მიდიოდი სახლისკენ და შეძლოთ აღმოჩნდით იქ იმ ადგილზე სადაც თქვენ როგორც ამბობთ რომ იყო თქვენ ამედასტურებთ რომ იმას რომ იქ იყავი იქ არა ვადასტურებ რომ მე ვიყავი იქ უბრალოდ ეს იყო დასულ საგანგებო სიტუაციების სამსახურთან ერთად, რომელიც ეუბნებოდა მას ახალგაზრდებს, რომ უნდა ანაგვიანებთ, თუ რამეს გააკეთებთ, აიღეთ და დატოვეთ დასწრებული, იმიტომ რომ ჩვენ თელეგრამის რეჟიმში მთელი მერია მუშაობდა იმ რამეს, რომ ქალაქი ყოფილიყო სუფთა 2 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით.
ახალგაზრდების წყლის ჭარით დაგმოხდა. აი, სახლები იყო განთებული, მე წყალმა ჩაახრა და ასვერას მოხდა. ნამდვილად არ ვიცი, მე რას ვიცი, იმას გეუბნები. ანუ შემთხვევით გაიარეთ და არავის დავალებით დაყავდა განსაკუთრებით. მე დავიფაროს ახლა. ვინმე დავალებით, მე დავდივარ მარტოს მოსახურებელი საერთოდ შესაძლებელი. კი ბატონო, დაუშვათ ხარიშია მიდიოდა სახლში. თუმცა სახლში რო არ მიდიოდა თქვენ დამეთანხმებით, მაგრამ თუ მიდიოდა სახლში და ის არის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი. ის არ არის რიგითი თანამშრომელი მერიის. ის ვალდებული იყო საქმის ყურში ჩაეყენებია ხელმძღვანელობა. ეთქვა მათთვის რა ხდებოდა, მაგრამ როგორ ჩააყენებდა საქმის ყურში, თავად აკონტროლებდა სიტუაციას. თუ როგორ გვიმასპინძლდებოდნენ მანქანებიდან მერიის თანამშრომლები, ზოგი ბოთლებს გვიყრიდა, ზოგი საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გვაგინებდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. როდის წავა? მე მანქანებს მერიას მანქანის თქვა სიარულის პროცესში რამეს დაზიანებაზე არ გვაქვს და ჩემი აზრით ეს ყველაფერი არის უბრალოდ ტყუილი. ეს ხალხი ამას იმიტომ იგონებს, რომ თქვა ვიღაცება დაარბიეს დაშალეს ხა ეს მანქანა ჩამოვარდა და ვინმე დაასრულა ახლა მანქანა როცა მოდის იმ გზას თავის მარშრუტად თუნდაც ასრულებს ეს მოთხოვნ ცხოვრს და თუნდაც ეს არ მიიღეს არსებობს სასამართლო და საერთაშორისო არ მინიშნებს დასწავლების სამსახურის კედების გამართლებას ქალაქის სანიტარულ, ჰიგიენური ან ხანდასაწინააღმდეგო ნორმების დაცვის ინტერესებით. მიგვაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას და დაიწყო კანონი შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ.